მაშასე ამიერიდან სუპერმარკეტების ქსელ ნიკორაში ხარისხიანი ყავის დალევა ყველასთვის ხელმისაწვდომია ლაშა. ყავის მოყვარულებმა იციან თუ რა მნიშვნელობა აქვს ხარისხს, კომპანია ჯამბო პირველია, რომელსაც ჩამოაქვს მარცვალი ადგილზე ხალავს და თვითმომსახურების აპარატების საშუალებით სპეციალური რეცეპტით ყავას სხვადასხვა რეცეპტით ყავას სუპერმარკეტის მომხმარებელს თავაზობს. უფრო მეც სამ სიახლის შესახებ ჩვენი სტუმარი გვეტყვის თათია ზარქუა. ნიკორა ტრეილის ყავის განვითარების ხელმძღვანელი არის შუა დღის სტუმარი. მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. მაყურებელს შევახსენებთ, რომ ჩვენ სტუდიაში დგას ახლა აპარატი და ჩვენ შეგვიძლია მე მგონი მე რო ამ ყავის აპარატს ისე არ გავატან, რო არ გავსინჯო, ალბათ ხვდებით ყველანი რა საკვირველია. კი, ძალიან საინტერესოა. მოდით გითხარით, რატომ უნდა მივირთოთ თქვენი ყავა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ჩვენი ყავა არის ახალი, მოკლედ ახალი ბრენდი შევქმნით ჯამბო. ეს არის ყავის ახალი ბრენდი, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენს ყოველდღიურობაში ხარისხიანი ყავა გახდეს მოკლედ ხელმისაწვდომი და ყოველდღიური პროდუქტი. და მეორეს მხრივ ამ ჩვენი უნიკალური აპარატების მეშვეობით ჩვენი ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე, თანამედროვე ტემპიდან გამომდინარე, ყავის მირთმევის პროცესი უფრო ასე რომ ვთქვათ, სასიამოვნო რუტინად გადააქციოს. ეს არის თავარი, რატომაც ჩვენ ეს ბრენდი შევქმნით. რაც შეეხება და სად იქნება შესაძლებელი აი ყავის დაგემოვნება ეს აპარატებიდან? კი ბატონო, ამ ეტაპზე ნიკორა სუპერმარკეტის 50 ფილიალში გვაქვს უკვე განთავსებული. ივნისის ბოლოდან უკვე 100 ფილიალში იქნება ზუსტად ეს აპარატები წარმოდგენილი, ნაწილი იქნება აჭარაში, დანარჩენი თბილისში. და წლის ბოლომდე მოვიცავთ უკვე 200 ფილიალს, სადაც შეძლებენ ჩვენი მომხმარებელი რომ დააგემოვნონ ეს. არა, ნიკორა ზოგადად შტამბეშტავია ისედაც მთელი თავიანთი ქსელით და წარმოებით, მაგრამ რახან ჩვენ ახლა ჯამბოზე ვსაუბრობთ, თქვენ ხაზი გაუსვით რომ აპარატის უნიკალურობას, რით არის უნიკალური ეს აპარატი, რო გითხრათ? მოდით მთლიანად პროდუქტზე გეტყვით და ერთ-ერთი კომპონენტი არის აპარატი, რატომაც არის ჩვენი პროდუქტი უნიკალური. ჩვენ მოკლედ რიტეილ სექტორში განსხვავებულად, ანუ პირველები ვართ, რომლებმაც სწორედ ასეთი მიდგომით შევქმნით ყავა და ყავის ბრენდი და რას გულისხმობ. ნედლი მწვანე მარცვალი ჩამოგვაქვს ჩვენ თვითონ, სხვადასხვა რეგიონებიდან, ძალიან მაღალი ხარისხის. ვხალავთ ადგილზე, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენ მომხმარებლამდე მივიტანოთ ახლად მოხალული ყავა, რომელიც გამორჩეულია თავისი გემოვნური თვისებებით, რაც უფრო ახლად მოხალული ყავა, მით უფრო გემრიელია, კი ბატონო, არომატები მეტად გამოხატულია და შემდეგ უკვე ყავის პროფესიონალების გუნდი, რომელთაც დაკომპლექტებულია ჯამბო, ქმნის უნიკალურ რეცეპტებს, რომელიც უკვე მოთავსებულია ყავის აპარატში და ეს ყავის აპარატი რატომ არის გამორჩეული, იმიტომ რომ ყოველჯერზე თანაბრად ერთნაირად ამზადებს ყავას. ალბათ გექნებათ შემთხვევა, რომ ბარისტას ხასიათზე დამოკიდებული არ იქნებით ესე იგი. არა, და თან არის კიდე სხვათა შორის ყოფილი, აი რაზეც იწყებდა საუბარს აპარატები, რომელიც შეიძლება იმ დოზის ყავას ან წყალს ან რაღაცას აკლებს ყოველ შემთხვევაში. არის ასეთ შემთხვევები ყოფილა და აქ ის გამოსავალი კი არა, ის გადაწყვეტილებაა, რომ თანაბრად არის ყოველთვის. როგორი არჩევანი საინტერესოა. კი ბატონო, შეგვიძლია დავაგემოვნოთ თან. მივიდეთ, ნახოთ. აქ შეძლებთ დააგემოვნოთ როგორც ესპრესო, ორმაგი ესპრესო, თუ უფრო ძლიერი ყავა გიყვართ, ამერიკანო. ზედა რიგია მწკრივი არის ჩვეულებრივი, ქვედა არის ორმაგი თუ რო ავხსნათ უბრალოდ. კი ბატონო, ესპრესო, ორმაგი ესპრესო, ქვევით, ამერიკანო, ორმაგი ამერიკანო, ორმაგი ამერიკანო განსხვავდება იმით, რომ ორმაგი ესპრესოა გამოყენებული და უფრო ბევრად ძლიერია ეს ყავა, კი ბატონო. მოცულობითაც მეტია, ხო? კი ბატონო, კაპუჩინო, ლატე გვაქვს flat white, რომელიც ასევე სიახლეა სუპერმარკეტში ჯერჯერობით არ შეგხვდებათ ნიკორა სუპერმარკეტის. flat white არის ძლიერი, ასე რომ ვთქვათ, ორმაგი ესპრესოზე დაფუძნებული რძიანი ყავა, ვისაც უფრო მეტად უყვარს რძის გემო ყავაში ამ შემთხვევაში ირჩევენ flat white. რძესთან ერთად არის ეს. კი, რძიანი ყავა არის, უბრალოდ ანუ კაპუჩინოც ეს არის ესპრესო და რძე. კაპუჩინო მზადდება ერთმაგი ესპრესოს დამატებული რძე, flat white მზადდება ორმაგი ესპრესოს დამატებული რძე. ლატე დარიჩინით და ცხელი შოკოლადი დარიჩინით. ეს არჩევანი გვაქვს. გადასარევ.
კი ბატონო, ასევე ამ აპარატის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ სწრაფი, ანუ აი რაღაც ჩვენ ხო მაინც რა ყველგან დრო ვართ. სჭირდება, ვთქვათ, ერთი ჭექის ჩამოსხმა. წარმოიდგინე ხა რომ ერთი 6 პარკი გამომაგდეს სახლიდან საყიდლებზე 6 პარკი მიჭრავს მათ შორის კბილებში და დრო არ ამაქვს და აწუხებენ რომ დროზე მივიდე, მითხარი პროცედურა როგორ უნდა გავაკეთო უცებ. აი მოდი წადოთ, ხო შეიძლება წადოთ, კი ბატონო. მოკლედ მოვედი, აჭიქებ, ან კოდ ვირჩევ ამერიკას. კი ბატონო. შეგიძლიათ მიუთითოთ შაქრის უშაქროთ მაგალითად, გადავდივარ. ნორი შაქარი. პლუს მინუსი, არის ხო არ ვეფარე პლუს მინუსი, აქ არის შაქრის მომატება. მე ვადასტურებ. კი ბატონო. ჭიქა მე იქ თავსახურებია, ხო გვერდი? კი ბატონო, აი ესე შეგიძლიათ თავსახური ჩამოვიდეთ წინასწარ გაიზადოთ. აქ ახლა რას ვაკეთებთ? ახლა ველოდებით რომ ყავა დაფქვას, იმიტომ რომ მომზადების დროს ფქვავს ყავას, ამიტომ ამას დრო ჭირდება. უშუალოდ მომზადების წინ ფქვავს ამ მარცვლებს. მომზადების წინ დაფქვა ყავა და ეხლა უკვე დაიწყო. კი, კიდევ უფრო არომატული იქნება ბუნებრივი ამ კი, რა თქმა შემთხვევაში. უნდა, დაიწყო უკვე აპარატის ყავის ჩამოსხმა და სულ კაპუჩინოს შემთხვევაში რძეს გაურევს და შესაბამისად პროცესი იგივე, ან მარტივია, უბრალოდ ირჩევ რა სახეობა გინდა რა და კი ბატონო, და უბრალოდ ახლა ფორმატიდან გამომდინარე გათიშული გვაქვს გადახდა და ძალიან მარტივად დაადებთ პარატს, იხდით და აპარატი. და მე რამდენადაც ვიცი ძალიან ხელმისაწვდომია, ხო? ანუ ფასებზე რო არ დავკონკრეტეთ, უბრალოდ ვიცი ხელმისაწვდომია. აი, ციმციმი გამოაღებთ და შეგიძლიათ თქვენი ყავა. ერთი წუთიც არ დასჭირდა, მე მგონი ამ ბოლოს. კი. ჩვეულებრივად გამომაგდო თუ მაქვს სურვილი თავსაფარიც ხო თავსაფარიც რო ვაჩვენოთ აი აქ არის ხო შეიძლება ერთი წამი რო ჩამ აი ამ ღილაკით და ჩამოდის ქვემო აი ჩამოვიდა კი ბატონო დიახ ფასები ნამდვილად ძალიან ხელმისაწვდომია ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რო გავუკეთო გაგიკეთებ რა რომელი გამიკეთე აი სახალი flat white ხო შეიძლება ესე იგი ვირჩევ flat white შაქარი ერთი ხლა უშაქროს ვერა ერთი ვადასტურებ და ველოდებ ჩვენთან განვაგრძელოთ საუბარი მაშინ კი ბატონო ფასები ნამდვილად ხელმისაწვდომია ჩვენი მთავარი პრიორიტეტიც ერთ-ერთი ეს იყო რომ ყოველდღიურობაში ჩვენს ყოველდღიურობაში შემოგვეტანა ხარისხიანი ყავა ძალიან ხელმისაწვდომ ფასად და ასე რომ ვთქვათ ყოველდღიური რუტინა შემოგვეტანა ყოველდღიურ რუტინაში ხარისხიანი ყავა კი ბატონო მომხმარებლების დამოკიდებულება როგორია რა რეაქცია აქვს ამაზე? ამ ეტაპზე უკვე ყავს ძალიან ლოიალური მომხმარებლები, რაც ძალიან გვახარებს და მადლობა ამისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვუყურებთ ჩვენ მომხმარებლების რამდენად გვიბრუნდებიან და ძალიან კარგი უკავშირები გვაქვს, ძალიან უყვირთ ხოლმე სიმართლე რომ გითხრათ, რომ სუპერმარკეტში ესეთი ხარისხის ყავა ხდებათ, იმიტომ რომ რაღაცა ის არის, ფუფუნებად ითვლებოდა, ასე რომ ვთქვათ, ხარისხიანი ყავა. ხო, არა და ჩვენ გვინდა რომ ეს პროდუქტი არ იყოს ფუფუნების საგანი და იყოს ყოველდღიური. კი ბატონო, შეგიძლიათ გამოვიდეთ. თეორია ლაშას თქმის არ იყოს, მარკეტიდან არ გამოვიდეთ ესე დატვირთული, რომ ჭიქისთვის ხელი არ გვეღოს. თქვენი ყავა მზად არის, თავსახურის აქ არის. თავსახურისგან თავშევიდა. არა ხო? ძალიან მოსახერხებელია დილას მაგალითად, აი, როდესაც არის სახლიდან სამსახურში მიგვეჩქარება, ხო, ერთ-ერთი ესე რომ ვთქვათ, იდეა ეგეც იყო, რა, აი, ძალიან რო გეჩქარება და ვერ შეება გაიაროს, მაგრამ გააჩერ ჩვენი სუპერმარკეტები, რადგანაც თითქმის ყველა ლოკაციაზე არის განთავსებული და ძალიან ხელმისაწვდომია მართლა ყველა ადამიანისთვის. ძალიან ჩაირბინე, აიღე, გაიყოლე. ძალიან მაგარია და ბარემ ვიდრე მე ვაგემოვნებ სამომავლო გეგმებზეც რომ გითხრათ კი ვითხარით უკვე მიახლოებით რომ 100 აპარატი გვექნება ივნისის ბოლოს, წლის ბოლომდე 200, ასევე ყავის მარცვალი ჩვენივე ბრენდის ჯამბოსი და ჩვენივე მოხალული, ასევე ახლად მოხალული ყავის მარცვლები ჩაეშვება ქსელში ზაფხულის ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში ვაანონსებთ ამას და ჩვენი მომხმარებელი შეძლებს რომ შეიძინოს როგორც თურქული დაბქვით, ასე რომ ვთქვათ, თურქული ყავის მოსამზადებლად, ფილტრის ყავის მოსამზადებლად და უბრალოდ მარცვალი რომ თუ სახლში ყავის აპარატი გაქვთ, შეგიძლიათ რომ შეიძინოთ. და ეჭვმა 200-ს არ გაჩერდებით, უკვე იქითაც. კი, მომავალ წელს უფრო კი. ხო, კარგია ის რომ აქ თვითონ ხალავს, თვითონ შვება, თვითონ უშუალოდ ცალკე საწარმო გავაკეთეთ, კი, ცალკე საწარმო გავაკეთეთ, სადაც პროფესიონალი გუნდი ხალავს ამ ყავას, შემდეგ უკვე ვაფასავთ და ვაშა, მართლა გემრიელი. ძალიან მაგარი ყავა. მართლა გემრიელი. ეს აპარატი მინდა აქვთ?
დაგვიტოვეთ ცოტა ხა. ძალიან კარგია, რაც უფრო მეტი სიახლე იქნება თქვენი კომპანია ისედაც სუპროგრესირებს და ამდენი წელია ბაზარზეა და შესაბამისად ძალიან მაგარია, რომ ხარისხი არასოდეს არ უვარდება და ესეც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რაც ახლა უკვე ნიკორაში იქნება და მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მომხმარებლის სახით. გამასპინძლებისთვის. და გამასპინძლებისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ძალიან დიდი მადლობა.